ბოკუჩავას სოლიდარობას უცხადებენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები. მისი თანაგუნდელებისა და სხვა ოპოზიციური გაერთიანებების წარმომადგენლების თქმით, ეს არის ივანიშვილის მთავრობის კიდევ ერთი მცდელობა, რომ ყველა მეთოდით გააჩუმოს კრიტიკული ხმები და აქტიური ოპონენტები. პოლიტიკურ შეფასებებს გაგვაცნობს გიორგი კიკაბიძე, ასევე გვეტყვის მოჰყვა თუ არა გამოხმაურება ბოკუჩავას ამ განცხადებას სუსიდან. დიახ, სოფო თინა ბოკუჩავას ბრიფინგის შემდეგ ჩვენ ბუნებრივია დავუკავშირდით საგამოძიებო უწყებას, თუმცა კომენტარი ამ დრომდე არ კეთდება, დაიწყება თუ არა გამოძიება ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის სკანდალურ განცხადებასთან დაკავშირებით. ბოკუჩავა ხელს როგორც ცნობილია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისკენ იშვებს, თუმცა ანდრიო ხანაშვილის უწყებაში ძდუმილს ინარჩუნებენ ამ ეტაპზე. საკითხის შესახებ ჩვენ ამ ეტაპზე გამოხმაურებებს ვისმენთ, ცოტა ხნის წინ ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა ანი წითლიძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ამ ფაქტის შესახებ მათ იცოდნენ. ჩვენ ყველას ნაციონალური მოძრაობის თითოეულ წევრს თუ ლიდერს გაცნობიერებული გვაქვს, რომ 13 წელია რუსულ რეჟიმს ვერ ბრძვით და საფრთხის ქვეშ არიან ჩვენს ირგვლივ ყველა, მათ შორის პირველ რიგში ჩვენი ოჯახის წევრები. მაგრამ სამშობლო არის უპირველეს ყოვლისა, ამიტომაც ვერ შეგვაშინებს რეჟიმი ვერასოდეს კოტეს გატაცების მიზანი თინაზე ზემოქმედების მოხდენა იყო. თინა ვერ იყიდეს, ვერ დაიჭირეს, ვერ გადაიბირეს, ვერ გატეხეს, მათ შორის ვერც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტზე. ბიძინა ალბათ ელოდა, რომ გუშინდელი ფაქტის ქმრის გატაცების და შვილებზე მუქარის შემდეგ თინას შეეშინდებოდა, უკან დაიხევდა და გადადგებოდა. წერს წითლიძე სოციალურ ქსელში. ჩვენ ვესაუბრეთ ასევე ნაციონალური მოძრაობის სხვა ლიდერებსაც და შეგვიძლია ახლა ეს კომენტარები პირდაპირ ეთერში მოვისმინოთ. მე გუშინვე, როდესაც ეს ვიდეო ვნახე, გუშინვე ვიყავი შედრწმუნებული, ფაქტია რომ ადამიანები ესე არ წერენ ბოდიშებს და ესე მოწმენ ძილცაზე არ ამბობენ იმას რაღაც წლების წინ რაც მოხდა და ჩემთვის იყო ფაქტი, მე კიდეც მივწერე თინას, რომ ეს არის წარმოუდგენელი რაღაც და ძალიან გული დამწყდა, რომ ბევრმა ეს არ დაიჯერა. ამიტომ ასე უსწორ, ეს არ არის, ანუ ეხაც კი აღშფოთებული ვარ, ეს არ არის ის სადაც ჩვენ ცხოვრობთ, ანუ ყოველდღიურობა, ეს გაცილებით უარესია. წარმოიდგინეთ, ადამიანებს იტაცებენ, ადამიანებს რეებს უკეთებენ არაფრის გამო, მთელი ეს ბიძინა ივანიშვილის მოდგმის სამსახურში ჩამდგარი მონები, რომელსაც პირდაპირ შემიძლია უთხრა, არამედ არიშინია მათი. არავინ არასოდეს არ დაიხევს უკან და რა თქმა უნდა, ჩემი სოლიდარობა ქალს, თინას, რომელსაც აი ესეთი მის და მის ოჯახს ესეთი მეთოდებით ებრძვიან. ყველაფრის კონტექსტში შესაძლებელია რომ განვიხილოთ აბსოლუტურად, იმიტომ რომ ყველაფერს აკეთებს ივანიშვილის რეჟიმი იმისთვის, რომ ადამიანებს უბრალოდ პოლიტიკურ ლიდერებს, პარტიებს, ოპოზიციას ყველაფერი გაუკეთოს, რაც მათთვის არის კარგი. ამიტომ ყველა დაფიქრდეს, უნდა სად ცხოვრობთ და სად ვიცხოვრებთ და თვითმმართველობის არჩევნები რომ გადარჩენა და გამოსავალი არ არის სიტუაციიდან, ამაზეც ყველა უნდა დაფიქრდეს ძალიან კარგად. ეს არის პოლიტიკური რეპრესიის იარაღი. დღევანდელი ფაქტი, რაზეც ისაუბრა თინა ბოკუჩავამ, ეს კიდევ უფრო ამძიმებს იმ სურათს, რაც ამ ქვეყანაში არის, რომ მთავარი ოპოზიციური ძალის თავმჯდომარის ქმარს იტაცებენ და აყენებენ უმძიმესი ზეწოლის ქვეშ, აშანტაჟებენ თავიანთი ამ ოჯახის 3 არაჩვეულებრივი შვილის სიცოცხლის მოსპობით. ამაზე მიდის საუბარი. და მე არაფერი აღარ მიგვირს. მათ შორის ამ კომისიის მთავარი მიზანი არის პოლიტიკური რეპრესიები, პარტიების აკრძალვა და 2008 წლის ომში საქართველოს გამტყუნება. თია წულუკიანი ამაზე მუშაობს და მე დარწმუნებული ვარ, რომ დადგება დღე, როდესაც ლეგიტიმური პარლამენტის შექმნის შესაბამის საგამოძიებო კომისიას ქართული ოცნების ღალატის წინააღმდეგ და მოუწევს ქალბატონ თეას იქ მოსვლა. საკითხთან დაკავშირებით შეფასებები კეთდება პროდასალური პარტიების წარმომადგენლების მხრიდანაც, ბუნებრივია ისინი სოლიდარობას უცხადებენ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს და მოითხოვენ საგამოძიებო უწყების მხრიდან გამოძიების დაწყებას. ძალიან სერიოზული განცხადებაა, რაც საკმაოდ მძიმე მოცემულობას აღწევს ქვეყანაში, ამიტომ ეს საკითხი რა თქმა უნდა შეიძლება არავის არ ქონდეს გამოძიების იმედი და გამოძიების შედეგებად მისთვის იმედი, მაგრამ ნამდვილად ეს სამართლიანი დამოუკიდებელი გამოძიების პირობებში არის გამოსაძიებელი. როდესაც ბრიფინგს უძღვნის ამ თემას ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარე და მტკიცების ფორმაში ამბობს, რომ რეალურად გატაცებას და ოჯახის წევრის სიცოცხლის მუქარას ჰქონდა საქმე, აუცილებელია, რომ საგამოძიებო უწყებებმა ამის შესახებ გააკეთონ კომენტარი და რა თქმა უნდა გამოძიება დაიწყოს.
დაიწყოს უახლოეს პერიოდში. ეს არის მთავარი. თუ მართლა ასეთი რამ ხდება, ეს არის აღმაშფოთებელი ფაქტი და ცხადია, მეც ძალიან მაინტერესებს რეალურად რა მოხდა. როდესაც საქმე არის სისხლის სამართლის დანაშაულის სავარაუდო ჩადენასთან, ამასთან დაკავშირებით პირველ რიგში ქართული ოცნების წარმომადგენლობას უნდა ქონდეს პასუხისმგებლობა იმისა, რომ საჩქაროდ მოფინონ ნათელი ამ საქმეს, სასწრაფოდ დაიწყოს გამოძიება, დაიკითხოს ყველა შესაბამისი პირი, ამოიღონ ვიდეო ჩანაწერები, რაიმე სახის ჩანაწერები, რაც შეიძლება არსებობდეს საქმეში და დადგინდეს ჭეშმარიტება. და თუ დამტკიცდა, ეს იქნება უმძიმესი საქმე. ამ საკითხს ცოტა ხანში გამოიხმაურებიან კოალიცია ცვლილებებისთვის ლიდერები. ამ კოალიციაში საგანგებო ბრიფინგი ზუსტად პირველ საათზეა ჩანიშნული. აქვე გეტყვით, რომ ნაციონალური მოძრაობის ყოფილმა წევრმა თინა ბოგუჩავას ქმარმა კოტე იოსელიანმა ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ბოდიშს უხდის უტა ივანიშვილს, ბიძინა ივანიშვილის უფროს ვაჟს. ვიდეოში იოსელიანი ამბობს, რომ რაღაც გარემოებების შეიქმნარის გამოც იძულებულია ამ ფორმით მოიხადოს ბოდიში უკვე მეორედ 7 წლის შემდეგ. თუმცა არ განმარტავს რა გარემოებებზეა ლაპარაკი. სწორედ ამიტომ ჩდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ის დააშინეს და ვიდეო სწორედ ამ ფორმით ჩააწერინეს მას.